მაღარო ქვეყანას მოგება ხალხს. სწორედ ამ იდეის გარშემო შეიკრიბნენ ახლა მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი უცვლელად აჟღერებენ 29 დღის განმავლობაში საკუთარ მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა ძალიან აუცილებელია მათ დაერიცხოთ ის ხელფასები, რომლებსაც უკვე რამდენიმე თვე ელოდებიან. გარდა ამისა, გავიდეს საქმიდან ჯორჯიან მანგანეზი და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ. გარდა ამისა, არსებობს დამატებითი მოთხოვნებიც, თუმცა მაინც მთავარ აქცენტს ამ სამ ძირითად მოთხოვნაზე აკეთებენ. გარდა ამისა, გამოთქვამენ პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ცნობილი ხდება, შეიქმნა სამმხრივი კომისია, თუმცა რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ამ კომისიაში არც ერთი მაღაროელი არ შედის. ამიტომ მათი მოთხოვნების ახლა ერთ-ერთი აქცენტი კეთდება ამაზეც, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ მათი საუბრონ საკუთარ პრობლემებზე და ამიტომ სთხოვენ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ დართოს მათ ნება, დართოს უფლება და თავად იყვნენ წარმოდგენილები იმ კომისიაში, ამ სამმხრივ კომისიაში, რომელშიც გააჟღერებენ საკუთარ მოთხოვნებს. გააჭირვების ვარზეა ქალაქი, გაჭირვების ვარზეა მოსახლეობა. ზუსტად 4 დღის წინ ვიყავი ქალაქში. თითქოს შენობებიც კი ტირის, ვერ წარმოიდგენთ რა მდგომარეობა, მაღაზიებში რა მდგომარეობა, სკოლებში, პატარა ბავშვებიც კი ცრემლიანი თვალებით ზიან. ეს არის უკიდურესი გაჭირვება. ნელ-ნელა მიზნობრივად, მიზანდასახულად მიიყვანეს ჩვენი მოსახლეობა ამ დღეში. 3500 მაღაროელის უკან 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი ხალხი დგას. ჩვენ უყურებთ იმას, რომ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე არის პარალელურად ეს რეგიონი და რას ვიღებთ, ხო? ბუნებას კარგავენ, ჯანმრთელობას კარგავენ, შრომით რესურსებს კარგავენ და მდიდრდება მხოლოდ კომპანია. აი ეს არის ის, რაც შეგვიძლია თქვათ ჭიათურასთან დაკავშირებით. ეს უნდა შეიცვალოს. ჭიათურაში ფაქტობრივად ყველაფერი გაჩერებულია და ხალხი შიმშილის პირას არის მისული. მოგეხსენებათ, რომ 3 თვის ხელფასი არ აუგიათ. 3 თვის ხელფასი 60% უпроსწორად, ხო? ამიტომ პირველ რიგში ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს და შემდგომ აუცილებელია სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა და გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოადგინოს გეგმა რეგიონის განვითარების, რადგან ეს პრობლემა დღეს თუ გადაიჭრა, ხვალ და ზეგ ისევ დაგვიდგება. პროტესტი უკვე 29 დღეა მიმდინარეობს, ხოლო დედაქალაქში ჭიათურელები, მაღაროელები ჩამოვიდნენ 25 დღეს პროტესტის და როგორც მათ პირველივე დღეს დაანონსეს დედაქალაქში ყოფნის, ეს აქციები მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება. ისინი მივლენ სხვადასხვა უწყებებთან, მივლენ სხვადასხვა უბნებში და ყველას გააგონებენ საკუთარ ხმას იმასთან დაკავშირებით, რომ მათი პრობლემების მოგვარება ახლა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.